დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილი დღეს ბიზნესმენებს ხვდება ქორთიარდ მერიოდში კოალიციის ლიდერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ელოდება შეხვედრა ივანიშვილის ინიციატივით დაიგეგმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეკრება უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. Ამ შეხვედრის ორგანიზატორი ექსპერტი და ეკონომიკის საკითხებში და ჟურნალისტი რეზო საყევარიშვილი იქნება ახლა ჩვენი სტუმარი. რეზო თქვენ ხართ ამ შეკრების ორგანიზატორი, მაინტერესებს ვინ დაესწრება ამ შეხვედრას და რომელი სექტორი იქნება წარმოდგენილი? ჩვენ პრინციპში გუშინ დავიწყეთ ამ შეხვედრის დაგეგმვა და კონტაქტი ბიზნეს სექტორის სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებთან. უნდა გითხრათ მოლოდინი და აქტიურობა იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე პირადად მე მოველოდი პრაქტიკულად ყველა მსხვილი და საშუალო ბიზნეს გაერთიანება და ყველა სექტორი იქნება წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე. ეს არის როგორც ამერიკის სავაჭრო პალატა, ბიზნეს ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, სხვადასხვა დარგობრივი გაერთიანებები, საბანკო ასოციაციის, სადაზღვევო ასოციაციის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კომპანიები იქნებიან წარმოდგენილი, უამრავი სხვა კერძო კომპანიაც გამოთქვამს სურვილს დღევანდელ შეხვედრას დაესწროს, ძალიან ბუნებრივია თავისთავად, ვინაიდან ბიზნეს სექტორი როგორც ყოველთვის ამჯერადაც განსაკუთრებით უგრძნობიარეა იმ ცვლილებების მიმართ, რაც ქვეყანაში არსებობს და მას უნდა რასაკვირველია არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერისგან მოისმინოს მისი ხედვების თაობაზე, იმისათვის რომ ანუ იქნებიან ცნობილი ბიზნესმენები. რასაკვირველია, პრაქტიკულად მე რამდენადაც ვიცი, თითქმის ყველა მსხვილი კომპანია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ქმნის ქართული ბიზნესის სახეს, იქნება წარმოდგენილი პირველი პირებით დღევანდელ შეხვედრაზე და სწორედ მათ ექნებათ საშუალება კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიზნესიდან მოსული წარმატებული ლიდერის ხედვები მოისმინონ და მასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საკუთარი მოსაზრებები გააზიარონ. ფორმატი როგორი იქნება რეზო? ფორმატი ალბათ ასეთი იქნება, ახლა შესაძლებელია იქ დაზუსტდეს ეს გარკვეული თვალსაზრისით, ბატონი ბიძინა თავის ხედვებს, თავის ძირითად მესიჯებს გააცნობს წარმოდგენილ საზოგადოებას, შემდეგ უკვე რასაკვირველია ბიზნესმენებს მიეცემათ საშუალება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოახდინონ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა, ასე ვთქვათ, გამოთქმულ საკითხებთან დაკავშირებით დაზუსტებების გაკეთება და რეალურად საკუთარი თავისთვის იმ სურათის შექმნა, რაც აპირებს ქართული ოცნება, ქართული ბიზნესის განვითარებისთვის ხელშეწყობას. რა მნიშვნელობა ექნება ასეთი ტიპის შეხვედრებს იმისათვის, რომ გარკვეულწილად მოგვარდეს იგივე ბიზნეს სექტორშიც პრობლემები, როდესაც ხელისუფლებაში მოსული გუნდის ლიდერი არჩევნებიდან 4 დღეში უკვე ხვდება ბიზნეს სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ამას, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ბიზნესი, როგორც ყველამ ვიცით, ბოლო 8-9 წლის განმავლობაში იყო მნიშვნელოვნად უფლება შეზღუდული და მნიშვნელოვნად გათელილი, მას პრაქტიკულად არ ქონდა არანაირი თავისუფლება. ქართული ბიზნესი უცეთღეს დაქსელილია მონოპოლიები და კარტელური გარიგებებით არსებული რეჟიმებით. რეალურად ქართულ ბიზნესს დღეს ჭირდება საკმაოდ თვალნათელი მესიჯები ხელისუფლებაში მოსული ძალისგან იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი თავისუფალი ბიზნეს გარემო, თავისუფალი კონკურენტული სივრცე, ბიზნესში არ ჩაერევიან და ბატონო ბიძინამ გააკეთა ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი განცხადება საჯარო მოხელეები და რეალურად საქმიანი ინიციატივას მიეცემა თავისუფლება. ბიზნესის თავისუფლება შეიძლება და ალბათ უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მონაპოვარი იმისა, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შესვლას უნდა მოყვეს. რამდენად ელოდებით, რომ დღეს თუნდაც იგივე ცნობილ ბიზნესმენებს შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ღიად ალაპარაკდებიან იგივე სახელისუფლებო წნეხზე, რომლებსაც მანამდე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში არ იყო საჯაროდ გაცხადებული. თუმცა წლების განმავლობაში მაქვს კონტაქტი ამ ბიზნესმენებთან, რომლებისგანაც ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრს ვისმენდი, უბრალოდ ისინი ყოველთვის ერიდებოდნენ საჯაროდ ამის გამოთქვას გასაგები მიზეზების გამო, ისინი ამით რისკის ქვეშ დააყენებდნენ როგორც საკუთარ ბიზნესს, ასევე ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავისუფლებასაც, საკუთარი ოჯახების თავისუფლებასაც, საკუთარი პარტნიორების კეთილდღეობას და ასე შემდეგ. მე მართალი გითხრათ, ახლა მაინდა-მაინც ისეთი დიდი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ყველაფერს მოყვება არ მაქვს, მაგრამ რეალურად ალბათ ამის თაობაზე ჩვენ ნელ-ნელა უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ, კერძოდ რა მეთოდებით ხდებოდა ბიზნესის შევიწროება და რაც თავარია დღეს მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ქართული ბიზნესი მიიღებს თვალნათელ მესიჯებს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი რეჟიმი ქართულ საქმიან სივრცეში არ იქნება. და ბოლო შეკითხვა, როგორ ფიქრობთ, როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, რა უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ იგივე ის შეცდომები, რომლებიც თქვა ძველი ხელისუფლების მხრიდან იყო დაშვებული და რამაც ბევრი პრობლემა შექმნა ამ სექტორში, აღარ იყოს განმეორებული. თავარი. არსებითად პრინციპში ძალიან მარტივია და ლამის უკვე ბიბლიური ჭეშმარიტებების დონემდეა ეს აყვანილი, ეს არის რასაკვირველია თავისუფალი სასამართლოს უფლება, როდესაც ბიზნესს უნდა შეეძლოს საკუთარი სიმართლე, თუნდაც იგივე სახელმწიფოსთან დავაში სასამართლოში დაიცვას. ეს პირველ რიგში არის რასაკვირველია საკუთრების უფლების დაცვა, რომლის კუთხითაც ქვეყანაში არსებობს უსერიოზულესი პრობლემა და მე პრაქტიკულად არ მეგულება არც ერთი განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც არ შეხებია ამ პრობლემას ბოლო წლების განმავლობაში, რაც ასევე რთული პრობლემაა და რასაკვირველია ყველაზე სერიოზული, ასე ვთქვათ, წინაღობა, რაც ხელს უშლიდა
ქართული ბიზნესის განვითარებას და ხელს უწყობდა მისი მანკიერი ფორმით ჩამოყალიბებას, ეს იყო სწორედად სახელმწიფო საჯარო მოხელეების უხეში და პირდაპირი ჩარევა ბიზნეს საქმიანობაში, პრაქტიკულად ბიზნესის და ხელისუფლების შერწყმის ნიშნები, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო, რაც არსებითად არასოდეს არ უწყობს ხელს, რასაკვირველია, თავისუფალი საქმიანი ინიციატივის განვითარებას. ძალიან დიდი მადლობა, რეზო საყევარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ბიზნესმენებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დღეს 3 საათზე არის დაგეგმილი.